ახლა ოპოზიციის წარმომადგენელი აი ბატონი დავით ნებილიძე საუბრობდა იმაზე, რომ წკიბზე ხართ ჩამოკიდებულები და იშლებით. რა ხდება? ხო, პირველ რიგში მინდა ბატონ დავითის განცხადებას გამოვეხმაო, რომ თქვენ წაჩვენეთ გარკვეული ფოტოები, თუმცა მე შემიძლია საზოგადოებას თუ შეიძლება ოპერატორი 12 აპრილს მაქვს მე გამოქვეყნებული ეს ფოტოები და მნიშვნელოვანი რაც არის აქ, რომ ნაწილი თქვენ ხედავთ, რომ Facebook-მა იმის გამო რომ ძალიან მძიმე კადრები იყო, თავად Facebook-ს კი წამიშალა. აგერდევს და შეუძლიათ ნახოთ ღია. ეს დადგმული არის ბატონი დავითი ამბობს. იგონებენ. ხო, ის რომ ერთმა პოლიციელმა ხედულობა დაკარგა, მე ვხედავ და ერთი ოპერაციის ესე საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე როგორც ძალადობა ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იყო, ჩვენ ამას ყოველთვის ვგმოვდით ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, პოლიციელის მიმართ, ჟურნალისტების მხრიდანაც იცით თქვენ რომ თქვენ კოლეგებზე თავდასხმაო როცა მოხდა საქმე აღიძრა და დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება მალე ნახავს გამოძიების შედეგებსაც, თუმცა ჩვენ არასოდეს არ მოგვისმენია შეფასება ოპოზიციის მხრიდან. ნახეთ აი ეხა ეს პოლიციელი ხო საქართველოს მოქალაქეები არიან ხო შეიძლება მისი ახლობლებიც არიან ნაცავებიც არიან ეხა რამოდენიმე 1000 ადამიანი მუშაობს ამ სისტემაში როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ყური მაინც არ კონდეს მოკრული რომ რომელიმე პოლიციას მართლა რაღაცა დაუზიანდა ხა საუბარი იმაზე რომ ეს არ მოხდა ეს ხო უბრალოდ უტიფრობაა და ტყუილია და ასეთი სიმართლით არიან ესენი საზოგადოების მიმართ ზოლა არ არის დანაშაულიო ხო პიროტექნიკის როლა თუ არ არის დანაშაული მაშინ ევროპაში არ აგზავნებდნენ თქვენ იცით რომ გერმანიაში 5 ადამიანი გარდაიცვალა მათ შორის გერმანიის სასამართლო მივჯელა გახსოვთ ერთ-ერთი კადრი ბინაში რომ შეუგდო პიროტექნიკა ერთ-ერთმა მოქალაქემ სხვა მოქალაქეს და პასუხისგებაში მიცეს უბრალოდ мотиваციის ნაწილში რადგან ვერ დადგა რა ასრეჭოდა მან და მაინც იმ ადამიანს შედარებით ნაკლები სასჯელი მიცეს თუმცა რა თქმა უნდა პიროტექნიკის როგორც ჩანს მოქალაქეების წინააღმდეგ და პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენების აზრი და ნოუ-ჰაუ ეთყობა ამგვარმა მოიფიქრეს და მე საქართველოში დატესტეს როგორ უნდა გახსოვთ თქვენ რომ პირველი მოლოტოვის კოქტეილის სროლა და მისი გმირად გამოცხადება და მე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალება აქ მოხდა ასეთ რამე სოფლიოში არ ყოფილა და პრეცედენტი არ არსებობს რომ ფაქტიურად ტერორისტული აქტის ჩამდენი შეიწყალოს პრეზიდენტმა და თან საზოგადოების რაღაცა ნაწილმა გმირად გამოაცხადოს და მსხვერპლზეც საუბრობდა გახსოვთ თქვენ ხო თქვენი წინა რესპონდენტი და მათ შორის იქ თქვა საკრალური მსხვერპლი რომელსაც იგივე მაკეინის ინსტიტუტი ითხოვდა რატომ იყო ასეთ სერიოზული ჯახი რომ იქნება ვინმე მომკვდარიყო იმიტომ რომ ის ვინმე აუცილებლად აღმოჩნდებოდა ჩემი თქვენი ნაცავი ახლობელი ქართველი საქართველოს მოქალაქე ამას გამნიშნულობა აქვს და პირველი პრეცედენტი იქნებოდა რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიტინგის დაშლის დროს და ამ დაპირისპირების დროს ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა არავინ არ ახსენებს 26 მაისს და დღეს გახსოვთ თქვენ შალო ოგბაიძეც იყო კომისიაზე მისული სხვა არაერთი ადამიანი რომ დახოცეს ადამიანები და მე სახურავზე შემოალაგეს. ამაზე ამის ჩამდენი ხელისუფლება რო კიდე იმას იტყვის რომ სადღაც ადამიანის უფლებები ირღვევა თურმე და ასე შემდეგ. რაც ეხება წკიბზე ვარ თუ არა ვარ წკიბზე ვარ თუ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია დღეს თქვენ მოსვენდით. მამუკამ დიმნარაძის ბრიფინგ ძენს თქვენს კონდა უმრავლესობის სხდომა პირველი ამოცანა გვაქვს რომ პოლიცსაბჭო უნდა შეიკრიბოს პარტიის ყრილობის თარიღი დაინიშნოს ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე ამიტომ დაველოდოთ პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებას და ყველაზე მთავარი ჩვენ ვიმზადებით კიდევ ერთი გამარჯვების ის ქართულ ხალხთან ერთად ეს იქნება 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მხარდაჭერა 64 მუნიციპალიტეტში როგორც მერის ასევე საკრებულოს პროპორციული ნაწილის და რა თქმა უნდა მაჟორიტარული სისტემით იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობებს ყავდეთ საკუთარი წარმომადგენლობა საკრებულოებში ჩვენ 2017 წლის მოდელზე დავბრუნდით 2021-ში ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში გამონაკლისის წესით მივიღეთ ჩვენ დავწიეთ საარჩევნო ბარიერი მათ შორის დედაქალაქში შევცვალეთ და თვითმმართველ ქალაქებში განაწილება 4 ერთთან პრინციპით ეს როგორც გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში დაიწია ბარიერმა მათ შორის რეგიონებში, თუმცა რა მიიღეს საქართველოს მოქალაქეება. თბილისის საკრებულოს მაგალითზე შემიძლია გითხრათ სანამ საკრებულოში ვიყავი და ახლაც მივძადით ნებისმიერ საკრებულოში ერთ წინადადებას დაყენებულს, ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთი ამორჩევლის მიტანილ ხმას თუ გაიგონებს საკრებულოში ოპოზიციისგან. გასაგებია. მე მადლობას